მოგესალმებით ვანოს შოუ, პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე, ძვირფასო მეგობრებო. გადაცემის სპონსორია Village 11, ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11, კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. მეგობრებო, ტრადიციულად ვიწყებ სოლიდარობით, ჩემი მხარდაჭერა ჩვენი გუნდის წევრ ოლისეც ხადაზეს და მასთან ერთად ყველა პატიმარს მალე გათავისუფლებას უსურვებ ყველას. კიდევ პერსონალური მოკითხვა აქედან ნიკა კაციას, რომელმაც არაჩვეულებრივი წერილი გამოგვიგზავნა. ნიკა იყო ჩვენი გუნდის წევრი ერთ დროს და ძალიან ახლო მეგობრობა გვაკავშირებს ჩვენს და მთელ ჩვენს გუნდს. ამიტომ მოკითხვა ნიკას აქედან. პატიმრების რიგებს მიემატა ნიკა გვარამიაც, სოლიდარობა ნიკასაც. გვარამია საკუთარი ფეხით მივიდა ციხეში, გადაწყვეტილება როგორც კი მიიღო მოსამართლემ. და საინტერესო ის არის, რომ ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში წულუკიანის საგამოძიებო კომისიამ ნიკა გვარამია დაიბარა მეორედ. ჩემი აზრით გვარამია ამ კომისიაზე ახლა უნდა მივიდეს აუცილებლად. აბა წინააღმდეგ შემთხვევაში დაიჭერენ და რაში აწყობს ახლა ციხე და უბედურება ადამიანს. წარმოიდგინეთ, ციხეშია ისედაც და კიდე ციხე უნდა? კაცი დააპატიმრეს და ახლა მეორედაც თუ არ მივიდა, უკვე ორმაგად დააპატიმრებენ. ისეთ საკანში გადაიყვანენ, აი საკანი ხომ არის და საკნის შიგნით რომ კიდევ ერთი საკანია, აი იქ ჩარაზავენ. ანუ ორმაგად იქნება დაპატიმრებული. მეორედ დაიბარეს სხვა პოლიტიკოსების, მამუკა ხაზარაძეც მეორედ დაიბარეს და ასევე მეორე დაიბარეს გახარიაც. გახარიას იბარებენ ჩორჩანაში საგუშაგოს აგების გამო. ჩორჩანას საგუშაგო ააგორეს ახლა, გახარიას დასაჭერად, პროპაგანდისთვის, ვითომ გახარიას გამო ტერიტორიები წაგვართვა რუსეთმაო. აი ჩორჩანას საგუშაგო რო ააშენაო, აი ის ქიდან ტერიტორიები გაბრაზდნენ და ტერიტორიები წაგვართვაო. იმედზეც მიაწერეთ ბარემ ჩორჩანა საქართველოა. მაგრამ რუსეთი ახლა სრულიად რომ აკონტროლებს ჩვენს ქვეყანას, ჯობია მიაწეროთ საქართველოა. ეს უფრო კარგი არის, ეს მიაწერეთ. მე როგორც გავიგე, გახარია და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ქალბატონი ცქიტიშვილი შეიკრნენ და დაუგეგმავთ, რომ ჩუმად აეშენებინათ საგუშაგო და მოულაპარაკებიათ, მოდი ტერიტორიები დავკარგოთო. არ გაინტერესებს რა მოხდებაო და ასე დაიგეგმა ამ ხელა ოპერაცია. გახარია შეიძლება მესამე დაიბარონ, მესამე დაბარება იქნება თვალის ჩაკვრის გამო, დიახ, სწორედ აი მაგ თვალის ჩაკვრის გამო, აი მაგ ცნობილი თვალის ჩაკვრა რო ხო იცი რომ მოდის და თვალს რო უკრავს. აი მაგ თვალის ჩაკვრით ანიშნა გახარიამ რუსებს. ავაშენე უკვე საგუშაგო ჩორჩანაშიო და შეგიძლიათ წაიღოთ. ესე. მოკლედ რომ ვაკვირდები, თუ კომისიაზე არ მიხვედი, გიჭერენ, თუ მიხვედი, მაინც მოგიძებნიან ისეთ საბაბს რომ დაგიჭირონ. ცოტა ხანში კომისიაზე რომ დაგიბარებენ და მიხვალ პირდაპირ მოგცემენ 4 სავარაუდო ვარიანტს და შენ თვითონ აარჩევ, თუ რა მიზეზით გირჩევდიან რომ დაგიჭირონ. რამდენიმე იქნება 4. რიგებია სასამართლოში თვითონ ტელემაყურებელო, ყოველ დღეს სხვადასხვა პროცესი ინიშნება. იჭერენ და ასამართლებენ აქტივისტებს, ახალგაზრდებს, ქვეყანა გადააქციეს ერთ დიდ სასამართლოდ. ყველას იჭერენ და არც ერთი გამამართლებელი განაჩენი არ არსებობს. დგავართ ჩვენც და შევცქერით. როგორ უშვებენ ციხეში ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდების საუკეთესო ნაწილს. ამიტომ ვიჯდეთ სახლში ძვირფასო მეგობრებო და ვუყუროთ ტელევიზორს. და უკვე ყველას რომ მოგვადგებიან ისევ ვიჯდეთ და ვუყუროთ ტელევიზორს. ოღონდ ციხიდან უკვე. ესე არის, ესე ხდება. მე მაქვს ერთი იდეა, სასამართლოდ ვცხოვრობთ ბოლო რამდენიმე თვეა, პროცესია. ხო და ქართულმა ოცნებამ გააკეთოს ერთი რეალიტი შოუ. განსჯიან ვარსკვლავები, ესე დავარქვათ. მაგალითად დღეს ჩორჩანას საქმეს განიხილავს მოსამართლე გებუაძე და ჯულიანა ბარგნარი.
და მუსიკა იქნება აქ რაღაცა რა. რაღაც შოუს ელემენტები შეურიოთ რა. პური ხალხს არ აქვს. მიხდა სანახაობა, მაინც უნდა შესთავაზოთ რაღაცა ეფექტები, შოუს ელემენტები, რა ვიცი, აი 1000-ნაირი შოუები გადის იმედზე და იქიდან ანალოგები. აი შეგვიძლია მაგალითად ვინ არის ხო რაღაც ესეთი გადაცემა, გადაცმული, მსჯავრდებული და აბა ვინ აზის შიგნით ვის ასამართლებთ, აი ეგეთი რაღაცები მოვიფიქროთ, კრეატივი ცოტა. ადამიანებს უკვე იჭერენ და აჯარიმებენ კონკრეტული სიტყვების გამო. მაგალითად მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე ერთი ახალგაზრდა გოგო დაიჭირეს და რამდენიმე დააჯარიმეს. იმის გამო რომ მას რუსეთის მონა უწოდეს. ამ ამბავს წესით ხომ უნდა დაეშინებინა საზოგადოება და არა, პირიქით ეფექტი მიიღო აშკარად ოცნების დეპუტატმა მარიამ ლაშხმა. წალეკა Facebook-ი მისი ფოტოებით შედგენილმა რებუსებმა. მე ვფიქრობ, რომ მარიამ ლაშხი არ იმსახურებს ესეთ აგრესიას. მინდა სოლიდარობა გამოუცხადო მას და თან ერთი სიმღერა მიუძღვნო. ეს ადამიანი იმსახურებს ჩვენს სიყვარულს და პატივისცემას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი საჩივრის საფუძველზე ერთი გოგო დაიჭირეს და რამდენიმე დააჯარიმეს. მაშას ესეთი სიმღერა მოვიფიქრე მე. მარიამ ლაშხი არის ქართული ოცნების ყველაზე დიდი მონაპოვარი. 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 არაჩვეულებრივი ეს. მართლა ესეა. გადავიდეთ შემდეგ თემაზე, საერთაშორისო პოლიტიკასაც შევეხოთ. ახალი ომი ისრაელსა და ირანს შორის მძვინვარებს ძვირფასო მეგობრებო. ისრაელმა მთელი გენერალიტეტი ამოუწყვიტა ირანს. მოსადი ირანის პრეზიდენტის გასვენების ფოტოს აკვირდება ახლა, სადაც მხოლოდ ერთი კაცია დარჩენილი და ვერაფრით ვერ დაადგინეს ვინ არის ეს ერთი კაცი. მაგრამ იციან რომ ირანელი არაა აშკარად. არ არის, აი ეს ფერე ის ხა გამოხედვა რაღაც იერი არ არის. რაღაც არაფერს ამბობს ირაკლი კობახიძე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. აი ველოდებოდი რომ ამას იტყოდა, მაგრამ არაფერს არ ამბობს. არა და ხო ვიცი რომ დიდი სიამოვნებით იტყოდა ახლა ირანსო ისრაელის ხელი deep state-მა დაარტყავა. აი ხო დარწმუნებული ხარ თუ ამას იტყოდა, მაგრამ ვერ ბედავს, რადგან არ იცის რა პროგნოზი შეიძლება მოხვეს ამას ისრაელისგან. თორე ჟიგიმანტას რო გიჟიმანტასი ეძახეს, ხო? აქაც ახლა ჩაულებრივად ნეთანიაჰუს დაუძახებდნენ უზნეოთანიაჰუსი, ანუ რაღაცა ეგეთი. მეგობრებო, ახლა მინდა მოემზადოთ მორალურად ძალიან ცუდი ამბავი უნდა გითხრათ, დიდი უბედურება დატრიალდა ქართული ოცნების თავს. ასე პირდაპირ ვერ გეტყვით, მოდი ინფორმაცია ვნახოთ. ლადო ბოჟაძე ოცნებას ტოვებს და ევროპულ სოციალისტებს უერთდება. გესმით ხალხო? ლადო ბოჟაძე ქართული ოცნება დატოვა. ლადო ბოჟაძე. თან რატომ დატოვა? იცით მართლა მიზეზი რა არის, რომ მან ვერ აიტანა ოპოზიციის დამოკიდებულება სასამართლო სისტემის მიმართ. ანუ ქართული ოცნება უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო ამასთან დაკავშირებით. ამოასხა ყელში. ასე მიყარა ყველაფერი და წავიდა პარტიიდან. გადავიდა ევროპულ სოციალისტებში ფრიდონ ინჯიასთან. ეს ის პარტია ხო იცით როგორი დაუძინებელი მტერია ქართული ოცნების. ძირთადად იმაზე მტრობენ ჩვენს პარტიას უფრო მეტად უყვარს ბიძინა ივანიშვილი თუ ქართულ ოცნებას, რომ მაგაზე მიდის დაუძინებელი მტრობა. ეს ისიც როგორი ინფორმაცია, აი ბოჟაძე დივნიდან წამოდგა და სავარძელში გადაჯდა. აი ესეთი ინფორმაცია რაღაცა ესეთი. ან ბოჟაძე ერთი გვერდიდან მეორე გვერდზე გადაბრუნდა. ზუსტად იგივე შინაარსი აქვს ახლა აი ამ ინფორმაციას. ბოჟაძის წასვლის მიყენებული იარა ჯერ მოშუშებული არ გქონდა. როცა მეორე ამბავი მარილივით მოეყარა ჩვენს ჭრილობას. ნახოთ მეორე ამბავის, ბარემ ერთად გადავაგოროთ ნეგატიური ამბები. ზურა ხაჩიძემ სამცხე ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილის პოზიცია დატოვა. ზურა ხაჩიძეც მოხსნეს ქუჩის ბიჭების. ყველაზე სასაცილო ფაქტი ამ ამბავში ის იქნება, ამაზეც რომ თქვა ღარიბაშვილის კადრი იყო, აი ეგ იქნება ყველაზე სასაცილო ამ ამბავში. მეშინია ქუჩის ბიჭები საერთოდ არ დაიშალოს, იმიტომ რომ გავიგე თურმე ნახევარი ღარიბაშვილის კადრია და მეორე ნახევარი კობახიძის. ზურა ხაჩიძემ თანამდებობის დატოვებამდე ასეთი განცხადება გააკეთა. რაღაც ფიქრები არ მასვენებს. რაღაც ცუც მიგზნობს გული. თანამდებობას ვტოვებ. სახში წასვლის როა. ვისზე გავბრაზდე არც კი ვიცი. ყველანი ხო ჩემები არიან, რატომ გამწირეს? გული გელოდება ღამე და სანათელწამე. ადრეც მქონდა ესეთი ხუმრობა, მაგრამ არ ძველდება. ყოველთვის უხდება ზურას ეს ხუმრობა, აი ამ მიმართულების ხუმრობა.
ოცნებას ტოვებენ ძველი სახეების ამაგეროთ ახალი ნაკადი ჰყავს ძალიან იმედის მომცემი. მე გადავწყვიტე პერიოდულად გაგაცნოთ ხოლმე ისინი. მაგალითად კულტურის ახალი მინისტრი თინათინ რუხაძე. მოდით ნახოთ საინტერესო ინფორმაცია. კულტურის მინისტრმა 14,000 ევროთ 2 ჩანთა იყიდა. კარგით რა, თინათინ, კარგით რა. ხალხზე არ ფიქრობ. დაქალებს რაღაც ამწარებს შეკაი ადამიანი. აი რაღაც ამწარებ, აი ამ ნიუს რომ ნახავენ, როგორ დაისტრესებოდნენ და გადაირეოდნენ, ხო წარმოგიდგენია. მიმართავ ევროკავშირს, ამერიკას, დიდ ბრიტანეთს სანქციების სიაში პირველ ადგილზე ბიზნეს ნაცვლად ჩავსვათ თიკა რუხაძე. ეს რომ ევროპაში საშოპინგოდ წავიდეს, დააქცევს ქვეყნის ბიუჯეტს ძვირფასო მეგობრებო. ამას ჩვენი ქვეყანა ნამდვილად ვეღარ გადაიტანს, იმიტომ რომ აქ იყიდა, აქ საქართველოში და იქ რო წავიდეს. აქ საერთოდ არ აქვს ეგეთი მაღაზიები, რომ ძვირადღირებული ჩანთა იშოვა და იქ რო შევიდეს, იქ ხო ცოდოვართ ხალხი შეგვინდეთ, შევიცოდეთ. ქართულ ოცნებაში სიმდიდრის მიმართულებით ყველას თავისი გატაცება აქვს ძვირფასო მეგობრებო, ზოგ ჩანთები მოსწონს, ზოგ ზვირიანი საათები, ზოგ ფეშენებელური საკლები, ზოგ ზვირიანი ტანსაცმელი. ერთი სიტყვით, ყველა თავისებურად ინდივიდუალურია. ამ მხრივ მომხვეჭველობის ერთფეროვნება არ არის ქართულ ოცნებაში, რაც უკვე ძალიან კარგია. მრავალფეროვნება აუცილებლად კარგია, იმიტომ სუსახლებზე ლაპარაკი ამოვიდა ყელში. რაღაცა სხვაც გვინდა, სხვაც უნდა გავიგოთ. მინდა ერთი სასიხარულო ინფორმაციაც გამცნოთ, თქვენ თუ იცით, რამდენია საქართველოში საშუალო ხელფასი. ნახოთ საქსტატის ინფორმაცია. საქართველოში საშუალო ხელფასი 2170 ლარამდე გაიზარდა. ალბათ ავტომატურად ამოწმებთ თქვენ საბანკო ანგარიშებს და ჩარიცხებთ ძვირფასო მეგობრებო ამ ინფორმაციის შემდეგ შეხვედით თქვენ ინტერნეტ ბანკში და ნახეთ რამდენი დაგერიცხეთ. მარტივია ხო ძალიან. მე ზუსტად ვიცი რომ გაიზარდა, მაგრამ ჩემი გამოთვლებით მე მათემატიკური ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და აგიხსნით როგორ ხდება საშუალოს დაანგარიშება. ანუ რატო არის ახლა გაზრდილი საშუალო? ავიღოთ ორი ადამიანი, აი მაგალითად მე და ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილის ქონება არის 7 მილიარდი, ხო? და ჩვენ ორი საშუალო, ხო? აი ხა მეც და ბიძინას საშუალო გამოდის 3 მილიარდი ნახევარი ლარი. ასე იანგარიშება მათემატიკურად საშუალო. ხო და ახლა ჩვენ უნდა ვილოცოთ რომ ბიძინა რაც შეიძლება მეტად გამდიდრდეს, რომ საშუალო ხელფასმა მოიმატოს და გახდეს 3000-4000 ლარი ქვეყანაში. რომ წინ წავისწიოთ სტატისტიკაში. სტატისტიკაში სულ უნდა ლიდერობდეთ ძვირფასო მეგობრებო. მინდა გაგიზიაროთ ამ კვირაში ჩემი ფავორიტი ინფორმაცია, მოდით ნახოთ ინფორმაცია და თან კარგად დააკვირდით ფოტოზე გამოსახულ ადამიანებს. ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს და ტერიტორიის განვითარების პოტენციალზე იფიქრეს. ადამიანებს სახეებს დააკვირდით. ფიქრობენ, აი იფიქრეს, ამ მომენტში განანდა ეს ინფორმაციაა ძვირფასო მეგობრებო, ფიქრობენ. ეს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელია საკუთარ გუნდთან ერთად. ნუ ამ სურათს დავარქვი ვენერას დაბადება. როგორც ვენერა იბადება, ზუსტად ისე იბადება ჩაფიქრებული ქოცების თვალში გენიალური იდეები. ჩვეულებრივი ადამიანები ეიფელის კოშკისთან იღებენ სურათებს, რადგან არ იციან კიდევ როდის მოუწევთ ეიფელის კოშკის ნახვა. და ქოცები ფიქრის დროს იღებენ სურათებს, რადგან არ იციან კიდევ როდის მოუწევთ ფიქრი. ძირითადად ხო არ უწევთ ხოლმე კოცებს ფიქრი არ უწევთ. არ ჭირდებათ ფიქრი. ესე იგი მთელი დღე დილის 9-დან საღამოს 7 საათამდე იფიქრეს თურმე. ოღონდ პირველ და ორამდე შეისვენეს ფიქრისგან, იმიტომ რომ სამსახურეობრივად შესვენება უწევდა მერიაში პირველ ორამდე და მერე ორის მერე უკვე ისევ გააგრძელეს ფიქრი პარლამენტის შენობის განვითარებაზე. ეს რა არის? თქვენ არ იცით თბილისის მერია რა დღეშია და რამხელა შრომაში. ჯერ მარტო ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციაზე 5 წელია შეუჩერებლად 24 საათიან ფიქრის რეჟიმში არიან. ფიქრის რეჟიმში. გადაღლილები. დააკვირდით ახლა ქართული ოცნების სტრატეგიას და მონდომებას. ამათ როგორ გინდა ახლა ადგილობრივი არჩევნები მოუგო. ხალხს უკვე დაწყებული აქვს ფიქრი ძვირფასო მეგობრებო. თან როგორი სახეებით. მე მაქვს ერთი გეგმა. არჩევნები ჩავატაროთ ციხეში. ჩემი აზრით პირველ რიგში რუსთავის და გდანის ციხეებს გამოვგლეჯთ ამ მთავრობას. რომ მე თვითონ მოვათავსოთ ისინი შიგნით. ახლა კი გეცინებათ, მაგრამ 4 ოქტომბრამდე ხო ყველა ოპოზიციონერი და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი ყველანი ციხეში ვიქნები და ეს გეგმა საკმაოდ რეალურად ჟღერს. ნუ გეცინებათ ყველაფერი სიცილი არ არის საჭირო.
მონოლოგის ბოლოს მინდა ერთი იდეა შემოგთავაზოთ. მინდა ერთი ექსპერიმენტი ჩავატაროთ. ავირჩიოთ რომელიმე საქვეყნო ცნობილი ბანდიტი და იმ ბანდიტის სახლთან გავმართოთ მშვიდობიანი უწყვეტი აქციები მოთხოვნით შეწყვიტოს ამ ბანდიტმა ბინების ძარცვა. 1-200 დღე ვატაროთ ეს მშვიდობიანი აქციები და აი როგორც აქ ვერ მივახცევთ შედეგს, ისე ვერ მივახცევთ მთავრობის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციების შედეგს. ამიტომ რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი ძვირფასო მეგობრებო, მოვიკრიბოთ ძალები და ეს ხელისუფლება გავისტუმროთ მშვიდობიანი აქციების გზით. სხვა ვარიანტი მინდოდა მეთქვა, მაგრამ რად მინდა ჩამსვავენ ციხეში და მეორე დღეს აღარავის ვეხსობები. ერთ დღეს ხალხი უყურებს სეირს, ფაფუ ვერ მერე ვანო, სადღაა ვანო, აღარ არის ვანო. ამიტომ არ ვამბობ არაფერს და ამიტომაც ვერ მომერევიან. ძვირფასო მეგობრებო. დართიდი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებთ ბენდი დაუნალეკოვის ხელმძღვანელი. მადლობთ. გადაცემის სპონსორია Village 11. ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11. კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი. ქალაქი ქალაქში. სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.